შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მოედანი და სასახლე. ყველაფრის თხრობა შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ დაგჭირდებოდა ყოველი დღისათვის მიგვეძღვნა არანაკლებ 1 ტომისა, სადაც ჩამოთვლილი უნდა ყოფილიყო ჩვენი არსებობის შემცველი მრავალი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. კიდე მოპასანი. სასახლის დარბაზში, მაღალ და ფართო ფანჯარასთან, მეფის ნაცვალი დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზისძე რომანოვი დამდგარიყო. მის უკან კი კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი. ნიკოლოზი ღელავდა. ისევ რევოლუციის სიმღერას ხრიალებენ ჯარისკაცები. ჩაილაპარაკა მან უიმედოდ. თქვენო იმპერატორობითი უდიდებულესობავ, ეს რევოლუციური სიმღერა არ არის. გაუბედავად შენიშნა პრჟევალსკიმ. ნიჟეგოროდის საკავალერიო პოლკი სასახლეს უახლოვდებოდა. საჟენზე მაღალი ახმახი კაცი მეფის ნაცვალი 4-ხად მოიკეცა. ხელებით მოაჯირს დაეყრდნო და ფანჯარაზე დაშვებულ ფარდას ყური მიადო. მისი გრძელი კანჭი გენერალ პრჟევალსკის გაპრიალებულ ჩექმას მოხვდა. გენერალმა მორიდებით და გაოცებით შეხედა. მეფის ნაცვალმა უაზროდ მიაპყრო ახლა თვალი თეთრ დარბაზის ჭახს. ნიკაპი ჩამოშვებოდა, მაგრამ მის შეშფოთებულ და გამოლენჩებულ სახეზე მალე ღიმილი აღიბეჭდა, რადგან ესკადრონი მშობლიურ, ძველებურ, სალდათურ სიმღერას ამბობდა. მართალია, ძველ სიმღერას ამბობენ. ჩაილაპარაკა მეფის ნაცვალმა ოდნავ დამშვიდებით. მერმე ფანჯარას მოშორდა, წელში გაიმართა და პრჟევალსკის განუცხადა. არასოდეს არ ყოფილა საჭირო ასეთი ფრთხილი მოქმედება, როგორც დღეს, ახლა. ამ საშინელი ომის დროს მაინც არ მომხდარიყო ეს დაწყევლილი რევოლუცია. შეშჩივლა პრჟევალსკიმ. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ეს რა მოიმოქმედეს? იტაცა თავზე ხელი მეფის ნაცვალმა. სირაქლემასავით მაღალ კანჭებზე მდგარმა კაცმა დარბაზი ჩქარი ნაბიჯით გაიარა და დაიყვირა. მემარჯვენე ელემენტებისა და ზომიერი სოციალისტების დახმარებით ახლა თუ არ შევანელეთ და ნორმალურ კალაპოტში არ ჩავაგდეთ რევოლუცია, რუსეთი უთუოდ დაიღუპება. თქვენო იმპერატორობითი უდიდებულესობავ, შეეხვეწა პრჟევალსკი, სანამ თქვენ კავკასიაში ბრძანდებით, რუსეთის ამ ნაწილს მაინც უპატრონეთ, გევედრებით. კავკასია ახლა მეორე ხარისხოვანი საკითხია. თავარია რუსეთის ცენტრი და დასავლეთის ფრონტი. მიუგო მეფის ნაცვალმა. მეფის ნაცვალმა სწორად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და შეეცადა ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეებთან საერთო ენა გამოენახა. მან სასახლეში მოიწვია მენშევიკური პარტიის ლიდერები ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი. საქართველოს ეგზარქოსი, თბილისის ქალაქისთავი ხატისოვი, სხვადასხვა ორგანიზაციათა და პრესის წარმომადგენლები.
მე მივიღე დეპეშა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარისაგან, როძიანკოსაგან. დიპლომატიურად განაცხადა მან. იგი მატყობინებს, რომ ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელში საბოლოოდ გადავიდა. მე აღმოუჩენ სრულ დახმარებას საზოგადოებრივი ცხოვრების მესვეურთ და დაუყოვნებლივ გავცემ ბრძანებას განთავისუფლებულ იქნან პოლიტიკური პატიმრები. გავაუმჯობესებ ცენზურის პირობებს, მაგრამ ამავე დროს გთხოვთ თქვენც დაგვეხმაროთ წესრიგის დაცვაში. ჟორდანია და რამიშვილი განცვიფრებით უსმენდნენ ბრწყინვალე მუნდირში გამოწყობილი მეფის ნაცვლის, ტახტიდან გადმოგდებული მეფის ბიძის სიტყვას. მათ სახეზე კმაყოფილება აღიბეჭდა. მეფის ნაცვალმა შენიშნა იგი და ახლა მეგობრული ხმით დაიწყო მათი მოჯადოება. მე ამჟამად დროებითი მთავრობის მიერ დასავლეთის ფრონტის მთავარ სარდლად ვარ დანიშნული, მაგრამ უახლოეს 2-3 დღეში თბილისიდან ვერ გავემგზავრები, რადგან აქ ხელისუფლების საკითხის მოგვარება აუცილებლად მიმაჩნია. მე ძალიან დაინტერესებული ვარ ომით. ჩვენი საყვარელი სამშობლოს დაღუპვის მოსურნე მტერი უნდა დავამარცხოთ. მე ვფიქრობ, თქვენი სურვილიც ეგ არის. რაც შეეხება მომავალ სახელმწიფოებრივ წყობილებას, მას დამფუძნებელი კრება გადაწყვეტს, სადაც მე, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეთაგანს, სათანადო ადგილი დამეთმობა. საერთოდ კი უნდა განვაცხადო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ კავკასიით, რადგან აქ არეულობა არსად ყოფილა. ჩემი აზრით ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ სოციალ-დემოკრატია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს კავკასიაში, წესრიგის მხარეზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე დარჩება. მენშევიკების ლიდერებმაც დაარწმუნეს. შემდეგშიც წესრიგს დავიცავთ მოსახლეობაში, რომ ანარქიამ არ გაიმარჯვოსო. ქალაქის თავმა ხატისოვმა განუცხადა. ქუჩებში ყოველგვარი მანიფესტაციები და დემონსტრაციები აკრძალულია. მოხელეთა ძველი შტატი ხელუხლებელი დარჩა, ხოლო გოროდოვოებს მკლავზე სახვევი დაურიგდება წარწერით ქალაქის პოლიცია. ამრიგად თებერვლის რევოლუციის მერმე ამიერკავკასიაში ბურჟუაზიისა და მენშევიკების ლიდერების წყალობით მეფის რუსეთის ხელისუფლების მთელი აპარატი ხელუხლებელი დარჩა. მეფის ნაცვალი თავისუფლად დაბრძანდებოდა თავის სასახლეში, ღებულობდა გენერალ პრჟევალსკის, ისმენდა მის მოხსენებებს და ალბათ გულში იმედი ესახებოდა, რომ თვითონ ბედი უკაფავდა მას გზას ტახტისკენ. მეფის ნაცვალსა და პრჟევალსკის შორის გამართული საუბრის გაგრძელება შეუძლებელი შეიქმნა. ჯარი სასახლის ფანჯრებს გაუსწორდა. ესკადრონის წინ თავი მოეყარათ მომღერლებს. წვერულვაშიანი მხედრები ოჩოკოჩებივით აღმართულიყვნენ უნაგირებზე და ხელიხელ ჩაკიდებულნი სიმღერით, სტვენითა და ყივილით მოდიოდნენ. ციმბირის დაბალი, ბანჯგვლიანი ურაცხენები ნაბიჯით, ჩორთით და მერე ჭენებით წავიდნენ. გადიოდა დრო. ისტორიული ამბების ქარიშხალი აყირავებდა მეფის ნაცვლისა და დროებითი მთავრობის მიერ შექმნილ წესრიგს. ამჟამად თბილისში უამრავი ჯარი იდგა. ფრონტზე გასაგზავნი რეზერვები და ფრონტიდან ჩამოსული ნაწილები ყველანი ერთმანეთში აირივნენ. ქუჩები, ბაღები და მოედნები სავსე იყო ნაცრისფერ მაზარაში გახვეული ჯარისკაცებით. გაზაფხულის საღამო იყო. სასახლის წინ უამრავ ჯარისკაცს მოეყარა თავი. მიტინგია? მიტინგია.
გაიფიქრა კორნელიმ და ახლოს მივიდა. რადგან მიტინგები ახლა ყოველ ფეხის გადადგმაზე ეწყობოდა. სასახლის კარებთან დიდი მანქანა იდგა. სასახლიდან მეფის ნაცვალი გამოვიდა. დროებითი მთავრობის მიერ უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნული, იგი რუსეთში მიემგზავრებოდა. მას ფოლადისფერი პალტო ეცვა. ყელზე წითელი ჩაბალახი მოეხვია. უიარაღოდ მოსული ჯარისკაცები გარს შემოერტყნენ მანქანას. უთხარით მათ რაიმე გამგზავრების წინ, უჩურჩულა პრჟევალსკიმ მეფის ნაცვალს. მეფის ნაცვალი მანქანაზე აღიმართა. ნაცრისფერი ბუხრის ქუდი აკანკალებული ხელით მოიხადა, ჩაახველა და დაიწყო. ჯარისკაცებო, დისციპლინა და წესრიგი ჩვენი გამარჯვების საწინდარია. დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა განსაკუთრებით აუცილებელია ახლა კავკასიაში, რადგან კავკასია საომარი მოქმედების ასპარეზია. ჩვენი ჯარების მიერ წამოწყებული და ბრწყინვალე წარმატებით განვითარებული შეტევა სპარსეთის ფრონტზე წამს ჩვენი სრული გამარჯვებით დამთავრდება. სასახლის წინ მოედანი სხვასავით აბობოქრდა. წინა რიგებში მდგართ უკანანი მიაწყდნენ. ხალხი მეფის ნაცვლის მანქანას წალეკვით ემუქრებოდა ისე როგორც ზღვის ტალღები ჩასაძირავად გამწირულ პატარა ნავს. წინა რიგში მდგარნი კერდით და ხელით ებჯინებოდნენ მანქანას. როდესაც ხალხი დაწყნარდა, ნიკოლოზ რომანოვმა განაგრძო. ჯარისკაცებო, თქვენ შორის პროვოკატორები დაძრწიან. ისინი გულს უცრუებენ მეომრებს და ომის წინააღმდეგ ქადაგებენ. არ დაუჯეროთ მათ. ისინი სამშობლოს მოღალატენი, მტრის აგენტები და ჯაშუშები არიან. ისინი მტრის აგენტები არ არიან, არც მოღალატენი. დაიძახეს აქა-იქ. მერე ყველა ერთბაშად ალაპარაკდა. დიდი მთავარი შეკრთა, ხმა უკანკალდა, მაგრამ მაინც განაგრძო. ჯარისკაცებო, გახსოვდეთ და ერთ წუთსაც არ დაივიწყოთ, რომ ფრონტის დარღვევა რუსეთის დაღუპვას ნიშნავს. მტერი მოწადინებულია დაიპყროს და ნაცარტუდად აქციოს ჩვენი ქალაქები და სოფლები, ჩააქროს ჩვენი კერა, მონად აქციოს რუსეთის ხალხი. ჯარისკაცებო, მოეპყარით სიფრთხილით პოლიტიკურ ამბებს და გწამდეთ, რომ ისინი რუსეთისათვის უკეთესი მერმისით დამთავრდებიან. ჩვენ გავიმარჯვებთ. ვინ ჩვენ? ჩვენ არაფერი საერთო არ აგვაქვს თქვენს მიერ წამოწყებულ ომთან. შრომელი ხალხი და მისი რევოლუციური არმია, აი ვინ დაიცავს რუსეთს. გათავდა თქვენი ბატონობა, ძირს ხალხის ჯალათები. მეფის ნაცვალმა იგრძნო, რომ მისი მოწოდება ისე გაისმა, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომ ყველაფერი დაკარგული და ფეხქვეშ გამოცლილი იყო. მასთან ახლოს მისულ ჯარისკაცთა მრისხანე სახეები დაინახა. მუქარა, ტლანქი გინება და ყვირილი გაიგონა. კორნელი სასახლის წინ მოედანზე ავიდა. ახლა სულ ახლოს დაინახა მეფის ნაცვალი. ნიკოლოზი გაფითრებულიყო. მარღი, წყლისფერი, გამოცივებული და შიშით აღსავსე თვალები უელავდნენ. ჯარისკაცები წინ მიიწევდნენ. ერთმა პალტოს კალთაში წაავლო ხელი. მეფის ნაცვალი უმალვე დავარდა მანქანის საჯდომზე. გვერდზე გენერალი პრჟევალსკი და ლებედინსკი მოუსხდნენ.
შოფერმა ჯარისკაცთა წრე გაარღვია. ნიკოლოზის ტვენითა და გინებით გააცილეს ჯარისკაცებმა. ჯარისკაცები არ იშლებოდნენ. ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ ახლა მოედანზე და ცხარეთ კამათობდნენ. ჰერიჰა, როგორი აბრუნდის ცოდნია ისტორიას. გაიფიქრა კორნელიმ და კავკასიის მეფის ნაცვლად დანიშნულ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის თბილისში ჩამოსვლა მოაგონდა. ქალაქის თავმა, ღუბერნატორმა, გარნიზონის და სამოსწავლო ოლქის უფროსებმა მთელი ქალაქი ფეხზე დააყენეს. ფანჯრები და აივნები ყვავილწნულებით და ხალიჩებით იყო მორთული. მოედანზე და ქუჩებზე საზეიმო თაღები აღემართნათ და ზე დიდი ასოებით დაეწერათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. წკრივად იდგნენ დროშებით, ორკესტრებით გამოსული ჯარისკაცები, მოწაფეები, მოხელენი და მოქალაქენი. კორნელის მოაგონდა დირექტორებსა და მასწავლებლებს მუნდირები რომ ეცვათ. შამფურივი წვრილი დაშნები ეკიდათ, ორდენები გაეკეთებინათ, თეთრი ხელთათმანით ისწორებდნენ ოქროს ვარაყით მოხატულ შავი ხავერდის სამკუთხა ქუდს. გაისმა ბრძანება, წკრივები გასწორდნენ, ორკესტრმა ღმერთო ფარვიდე მეფეს დაუკრეს. გამოჩნდა კაზაკების ესკადრონი, მხედრები წითელი, მოსირმული ჩოხებით. მერმე ცხენზე მჯდარი თვითონ მეფის ნაცვალი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი. მეფის ნაცვალს ნაცრისფერი ჩოხა ეცვა, უკან ამალა მოსდევდა. ყბები იღლებოდა ურა, ურა, ურას ძახილით. ნიკოლოზი არაბულ კოხტალურჯაზე იჯდა. გამოცდილი მხედარი თხაფეხა და შავჩლიქებიან კვიცს მოაგელვებდა. კვიცს ვარდისფერი გაბერილი ნესტოები უთრთოდა. დიდი დოლების ბრახუნით, ორკესტრების გუგუნით, ზურნის ჭყვიტინითა და ურას ძახილით შეშინებული თვალებს აბრიალებდა. შავსა და ისარივით მაღლა აზიდულ ყურებს შიშით წურავდა. ვება მოხუცი მხედარი გამართული ფეხებით მიწას წუდებოდა. სასაცილო სანახაობა იყო თითქოს დონკიხოტი როსინანძზე შემჯდარაო. ნიკოლოზის სასახლეში შევიდა. მალე იგი აივანზე გამოჩნდა და სასახლის წინ მოზღვავებულ ხალხს თვალი მოავლო. გვერდზე თაიგულებით ცოლშვილი, ნათესავები, მხლებლები და გენერლები ედგნენ. სასახლის აივნის წინ ზურნას უკრავდნენ. თბილისის ვაჭრები, სოვდაგრები, ხელოსნები, მოქალაქენი, ყარაჩოღელნი და კინტოები ჰამქრის დროშებით და პურმარილით მოსულიყვნენ. თაბახზე მწვანილი, თართი, მოთალი და ცოცხალი დაეწყოთ. ხელა და შეედგათ. ასე მიეგებდნენ მეფის ნაცვალს. მისი სადღეგრძელო შესვეს და ყანწი შესთავაზეს. მეფის ნაცვალმა თბილისის მოქალაქეთაგან ყანწი მიიღო. სმაში დაოსტატებულმა გენერალმა ერთბაშად დასცალა სასმისი და დაიძახა. გაუმარჯოს საქართველოს! დასცხეს ტაში ვაშა და ზურნა. მეფის ნაცვლის ჩამოსვლის აღსანიშნავად სამოსწავლო ოლქის უფროსმა რუდოლფმა ღამით მოწაფეთა ჩირაღდნებით სვლა მოაწყო, რომელშიც კორნელიც მონაწილეობდა. სასახლის ბაღში და ქუჩაში ორკესტრი უკრავდა. თბილისის ირგვლივ მთის კალთებზე ზარბაზნები გრიალებდნენ. მაშხალები და შუშხუნები ენთებოდნენ. სასახლის დარბაზში ნადიმი მოეწყო. მეფის ნაცვლის ქებაში, მის წინაშე მლიქვნელობაში, მუხლდრეკაში და ენამზეობაში ქართველი თავადები და სომეხი მრეწველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მაგრამ ქეიფის დროს მეფის ნაცვალი ქართველ თავადებს შორის დაჯდა და მათ ხელიც კი გადახვია. გაისმა მრავალ ჟამიერი.
წინანდელი მეფის ნაცვალი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი სომეხ მრეწველებს და ვაჭრებს წყალობდა. ახალი მეფის ნაცვალი კი ჩანდა ქართველ თავადებს, სამხედრო პირებს და წარჩინებულთ უფრო ეკომაგებოდა. ნიკოლოზის წინადადებით ქართული ცხენოსანი ლეგიონი ჩამოყალიბდა. კორნელის კარგად ახსოვდა საქართველოს ეგზარქოსის მიერ ქართული ლეგიონის ლოცვა კურთხევა სამხედრო ტაძრის გალავანში. გალავნის კედლების გასწვრივ ჩამწკრივებულ ლეგიონს მეფის ნაცვალმა პატრიოტული სიტყვებით მიმართა. ქართული მხედრობა შეაქო და მუზეუმიდან გამოტანილი ერეკლე მეფის დროშა ჩააბარა. რას არ ამბობდნენ მაშინ ახალი მეფის ნაცვლის შესახებ, ამ არსებითად შეზღუდული გონების მქონე, პატივმოყვარე და სასტიკ ადამიანზე. სალონების ჭორიკანები მას რევოლუციონერსაც კი უწოდებდნენ. მის სახელს უკავშირებდნენ ცნობილ მღვირალა მოწოდებას პოლონელებისადმი, თუმცა იგი საზონოვის მეთაურობით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთითხნა. დიდ მთავარს აცხადებდნენ მეფე ნიკოლოზ მეორის წინააღმდეგ განზრახულ შეთქმულების მეთაურად. ამტკიცებდნენ მეფე თუ არ გაანთავისუფლებდა მას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობისაგან, მაშინ თვითონ ის გაანთავისუფლებდა თავის ძმის წულს ტახტისაგან. ამაოდ კი არ მოითხოვდა დედოფალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის გადასახლებას ჯერ მის ერთ-ერთ მამულში, მერე ციმბირში და მხოლოდ პოლიტიკური სკანდალის შიშის გამო დასთანხმდა გაეგზავნათ იგი კავკასიაში. ქართული უმაღლესი თავადაზნაურობა უკავშირებდა დიდ მთავრის დანიშვნას მეფის ნაცვლად კავკასიაში პოლონელებისადმი მოწოდების მსგავს მოსალოდნელ აქტს საქართველოს შესახებ. დიახ, არწმუნებდნენ ახალი მეფის ნაცვლის თაყვანისმცემელნი სკეპტიკოსებს, ამას მოითხოვს უმაღლესი პოლიტიკა. დიდი მთავარი იძულებული იქნება ჩაიდინოს ეს თუნდაც იმიტომ, რომ მის მოსისხლე მტერს დედოფალს ეზიზღება საქართველო და ქართველები. ეს იყო ამ 1 წლის წინათ. ახლა კი შეშინებული მეფის ნაცვალი სადგურისაკენ გარბოდა. უკან ჯარისკაცთა გინება და სტვენა ესმოდა. აი, როგორი მოულოდნელი აბრუნდის ცოდნია ისტორიას, თქვა კორნელიმ, როდესაც თავისი მეგობარი ჯვებე მიქელაძე დაინახა. სასახლის წინ კვლავ ჯარისკაცთა ჯგუფები იდგნენ. ჯარისკაცებმა არ იცოდნენ მაშინ მეფის ნაცვლის მანქანა სადგურისაკენ რომ მიჰქროდა. სადგურზე მეფის ნაცვალს სასახლის სიმდიდრით, ოქრო ვერცხლით, თვალ მარგალიტებითა და საიდუმლო საბუთებით დატვირთული საგანგებო მატარებელი უცდიდა. მეფის ნაცვალი უვნებლად მიდიოდა თბილისიდან. ჯარისკაცის ტანისამოსში გამოწყობილი ჭაბუკი გაბრაზებული ყვიროდა. ხედავდით, რა ტკბილად მღეროდა გამომშვიდობების წინ მეფის ნაცვალი. თითქოს მისი დახმარებით არ ღვრიდა ხალხის სისხლს მეფე. ახლა კი ისიც დამფუძნებელ კრებას და ხალხს ემხრობა. ფრთხილად შენიშნა ვიღაცამ. შენ ფიქრობ სიტყვის თავისუფლება არისო და პირში მოსულ ყოველ სიტყვას აყრამტალებ. შენ კი თავისუფლად გიგდებენ ყურს ისინი, ვისაც ეს ევალება. არა უშავს, ჩვენ მათაც მივწვდებით, მიუგო ჭაბუკმა. რა დიდი ისტორიული ამბების მოწამენი ვართ, უთხრა კორნელიმ სკოლის მეგობარს ჯვებეს. მაგრამ ამ ამბებში გარკვევა განა ადვილია. იარე ჩვენს წრეში, იქნები გაგარკვიონ. По военной дороге шел Барбей.